რთველია და ნაპერწკალი. ერთ დიდ ქალაქში ადამიანები ერთნაირად ცხოვრობდნენ. ყველას ერთნაირი სახლები, ერთნაირი ტანსაცმელი, ერთნაირი მანქანები და ერთნაირი სიტყვებიც კი ჰქონდათ. მეზობლის ღიმილი არაფრით განსხვავდებოდა გამვლელის ღიმილისგან. სიზმრებიც კი ერთნაირი ჰქონდათ. რუხი, უსასრულო, სურნელის და ფერების გარეშე. დილა ერთნაირად იწყებოდა. ყველას მაღვიძარა, ერთი და იმავე დროს რეკავდა და ათასობით ხელი ერთდროულად თიშავდა მას. ამ ქალაქში ცხოვრობდა ერთი ბიჭი, სახელად რთველია. უყურებდა რუხ სახეებს და ჩუმად ამბობდა: ხალხო, იქნებ სხვადასხვა შარვალი მაინც ჩაიცვათ. ხალხი პირხუშად პასუხობდა. შარვლები რუხმა საბჭომ დაამტკიცა. ყველა ერთსა და იმავეს უმეორებდა რთველიას. როცა გაიზრდები, ჩვენნაირი გახდები. კითხვების და ეჭვების გარეშე, ასე მშვიდად იქნები. მაგრამ რთველია სიმშვიდეს არ გრძნობდა. მის მკერდში მოუსვენარი ნაპერწკალი ცხოვრობდა. პატარა ცეცხლი, რომელსაც სხვები ვერ ხედავდნენ. სკოლაში მასწავლებელი ამოცანას ხსნიდა. პასუხი ერთია და სხვა პასუხი არ შეიძლება იყოს. რთველიამ ხელი ასწია, მაგრამ თუ სხვა გვარად შევხედავთ, პასუხი სხვა შეიძლება იყოს. კლასმა სიცილი დაიწყო. მასწავლებელმა კი დატუქსა. შენ ასაკში უნდა ისწავლო, დაემორჩილო და არ იმფანტაზიორო. რთველია დაჯდა, მაგრამ ნაპერწკალი მის მკერდში კიდევ უფრო მეტად აკიაბდა. მეზობლები მის მშობლებს ეუბნებოდნენ: თქვენი ბიჭი რაღაცნაირად უცნაურია, ცას უყურებს, თითქოს იქ რაღაც არის. ფრთხილად იყავით, თორე გზას აცდება. რთველია კი თავისთვის ჩურჩულებდა. თუ მხოლოდ ფეხ ქვეშ უნდა იყურო, მაშინ თვალები რისთვისაა. ერთ საღამოს რთველიამ შემჩნია ერთი ძალიან მოხუცი კაცი ზღვის პირას იჯდა. თეთრი წვერი და დანაუჭებული სახე ჰქონდა. თვალები მრგცალად ენთო და შორს უსასრულობას გაჰყურებდა. რთველია მორიდებით კითხა: ვინ ხარ? შენ ზღვებს არ გავხარ. მოხცმა გაიღიმა. მე ვიპოვე ჩემში ერთხელ ნაპერწკალი, მაგრამ დავმალე, შემეშინდა. ახლა მის გარეშე ვცხოვრობ. შენ კი ნუ შეგეშინდება. თუ შენ სინათლეს შეინახავ, ის ერთხელ მთელ ქალაქს შეცვლის. მოხცმა ეს სიტყვები ჩუმად თქვა, მაგრამ რთველიას გულში ისინი ხმამაღლა გაისმა. ერთ ღამეს რთველიას გამოეღვიძა და დაინახა. მის ხელის გულზე ნაპერწკალი გაჩენილიყო. ის ყოველდღე იზრდებოდა და უფრო კაშკაშა ხდებოდა. ქალაქი ცდილობდა მის ჩაქრობას. ჩააქრე ეგ ნაპერწკალი, ის შეიძლება ვირუსი იყოს და ყველას გადმოგვედოს. ექიმები ამბობდნენ: მას ფანტაზიის დაავადება აქვს, უნდა უმკურნალოთ. მეზობლები გაიძახოდნენ: ძალიან ბევრს ფიქრობს, ეს საშიშია. კლასელებიც დასცინოდნენ: რა თქინდა გამორჩევა, იყავი ნორმალური როგორც ყველა. მაგრამ რთველია მაინც ინახავდა სინათლეს. ის გრძნობდა. მის გარეშე ჩვეულებრივი გახდებოდა. მას ესმოდა: სინათლე ნიჭია და მის გარეშე ის თავის თავს დაკარგავდა. ერთ საღამოს რთველია ქალაქის მთავარ მოედანზე გამოიძახეს. იქ ათასობით ერთნაირი ადამიანი იდგა. უარი თქვი ცეცხლზე, ჩააქრე ის, გახდი ჩვენნაირი. ქალაქის მერი კი მოუწოვდებდა: სინათლე საშიშია. სინათლე იწვევს ფიქრებს, ფიქრები კი კითხვებს, კითხვები კი ქაოსს. ახლავე ჩააქრე. რთველიამ ხელი ასწია და მისი ნაპერწკალი უფრო აინთო. მტკიცედ თქვა: თუ ყველა ერთნაირები ვიქნებით და არაფერს შევცვლით, სიბნელეში დავრჩებით. მე ვირჩევ სინათლეს. სინათლე მის ხელიდან გათავისუფლდა და ცაში აიჭრა. ნაპერწკალმა იფეთქა და მთელი ქალაქი გაანათა. დაიწყო გრანდიოზული ფეერვერკი, კაშკაშა და ცოცხალი. ადამიანებმა თავები მაღლა ასწიეს და პირველად მათ თვალებში სინათლე აირეკლა. ზოგი შებრუნდა და დაიმალა. ზოგი კი კერდიდან საკუთარ ნაპერწკალს იღებდა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. ერთნაირ ადამიანების შორის გამოჩნდნენ განსხვავებული სახეები, განსხვავებული სიტყვები, განსხვავებული ოცნებები.
რთველია ზღვისკენ გაიქცა, მოხუცის სანახავად, მაგრამ ნაპირი ცარიელი დახვდა, თუმცა დაინახა გემი, რომელიც ზღვაში გადიოდა. გემის გენბანზე ნაცნობი მოხუცი იდგა, მისი სახე დაღლილი აღარ იყო. ის მსუბუქი და ბედნიერი ჩანდა. მან ხელი დაუქნია რთველიას და გაზახა. მადლობა პატარა მეგობარო, მე აქ მრავალი წელი ვიჯექი. უყურებდი როგორ მიდიოდნენ ბავშვები, თელის თაობები. მე კიდე ნაპირზე ვიყავი მიჯაჭული, მაგრამ შენ სინათლე მაჩუქე, შენ გამათავისუფლე. ეხლა შემიძლია ვიცურო, შვიდ და თავისუფლად. ისინი ერთმანეთს უყურებდნენ, თითქოს ყველაფერს ბოლოს და ბოლოს აზრი მიეცა. გემი ნელ-ნელა ზღვაში მიცურავდა, მაგრამ სინათლე წყალზე კიდევ დიდხანს ირეკლებოდა და რთველიას სახეს ანათებდა. მას შემდეგ ქალაქში ყველაფერი შეიცვალა. ადამიანები სწავლობდნენ, ყოფილიყვნენ განსხვავებულები, სწავლობდნენ არ შეშინებოდათ საკუთარი სინათლის და ხალხი ამბობდა, სინათლე იწყება იქ, სადაც ერთ ადამიანს არ შეეშინდა ყოფილიყო ნამდვილი.